Așa თქვენ უყურებთ პოლიტიკის დროს მივესალმებით ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრებს გია ვოლსკი ზვიადიძიგური ხელისუფლების მხრიდან პავლე კუბლაშვილი აკაკი ბაბოხიძე ნაციონალურ მოძრაობას საპარლამენტო უმცირესობას წარმოადგენენ სახელმწიფო ბატონებო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მობრძანდით დაიღებთ გადაცემაში მონაწილეობას რამდენიმე თემაზე მოგვიწევს დღეს საუბარი და დებატები ეს როგორც ეხება ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს ისე საგარეო საკითხებსაც მაგრამ საუბარი უნდა დავიწყოთ ცოტა ხნის წინ გიგი უგულავას ჰქონდა საგანგებო ბრიფინგი იმასთან დაკავშირებით რომ პროკურატურამ გამოაქვეყნა მასთან დაკავშირებული მასალები საქმეში დაურთო მისი და მისი შვილის და ასევე გარდაცვლილი რეზო ადამიანის პირადი საუბრები რაც მისი განცხადებით ეს არის არაეთიკური და ერთგვარი გაგრძელება იმ ზეწოლისა რომელიც მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამიტომ პირველ კითხვას დაუსვამ ხელისუფლებას რა არგუმენტი აქვს ქართულ ოცნებას იმის საპასუხოდ რაც დღეს გიგი უგულავამ განაცხადა მაგალითად ბატონო ზვიად დავიწყოთ თქვენგან დიახ მიმდინარეობს ზეწოლა დევნა ნაციონალური მოძრაობის აი მაგალითად ესეთი პირადი მოსმენები რომელსაც საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს როგორც დაცხადებს გიგი უგულავი ამას საქმესთან ხვალა სასამართლო გამოძიება სასამართლო პროცესია და მოსამართლე იტყვის რომ ამას საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს აქ საუბარია შვილის და მამის მიმოწერაზე რომელიც მესმის გავიგე მაგრამ ეს უკანონო მოსმენა იყო ამაზეა საუბარი არა მაგას საუბარი უკანონო მოსმენა არის რომ არ გაანადგურეს ის საუბარი და რომელიც და გაასაჯაროვეს ის საუბარი რომელიც საქმეს არ ეხება არანაირი კავშირი არ არის თემა არის არა არ ვიკვირვებ მე ვამბობ რომ უკანონობა არის იმ შემთხვევაში თუ კი მოსვენის უფლება არ აქვს დაუშვათ ძიებაში იმყოფება პირი მასე მოსვენის უფლებას ნებართვას გასცემს სასამართლო მე ვიყავი ბრალდებულიც და ციხეშიც ვიჯექი და ვიცი რომ შესაძაც მეორე დღეს სასამართლო პროცესი იმართება წინა დღეს მასალებს მოგცემენ ან რამდენიმე ხნით ადრე რომ გაეცნო შენ თვითონ და მე შენ თვითონ თუ გამოხვალ ბრიფინგს თუ ჩაატარებ და იტყვი რომ ესეთი ამბები ხდება არ ვიცი ახლა მე სასამართლო გამოძიება ხვალ მიმდინარეობს გამოძიება მე გავიგე ეს ყველაფერი გიგი უგულავას ბრიფინგის შედეგად მე პირადად რაც გავიგე თორე არ ვიცი ახლა ანატომია არ ვიცი ზუსტად რო გითხრათ ახლა როგორ მოხდა და რა მოხდა მე ერთი რამ ვიცი თუ უკანონო მოსვენებთან გვაქვს საქმე ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს არის აღმაშფოთებელიც და უნდა პასუხიც აგოს იმ ადამიანებმა ვინც უკანონო მოსვენით არ დაკავებული თუ კი არის კანონის მიხედვით მოსვენაზე ნებართვა სასამართლოსგან მიღებული ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ბატონი გიგი ზედმეტად აჟიტირებას ცდილობს და თვითონ თავისი მთავარი წუხილი რაც იყო მე რაც მოვისმინე რომ ხვალ შეიძლება პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიება მოითხოვოსო ამაზე შევატყვე რომ ძირითადად მისი აქცენტები აქეთ იყო დასმული და ეს იყო არასამართლიანად იყო დასმული შეიძლება მას უბრალოდ ეს იმის პროკურატურაა რომ აღკვეთ ღონისძიებას ითხოვს პატიმრობას ითხოვს ჯარიმას ითხოვს და დასჯას ითხოვს ეხლა ესაა პროკურატურის საქმე და სასამართლომ უნდა გადაწყვეტოს მერე თუმცა არის მეორე მხარე თანამშრომლობს თუ არა ის გამოძიებასთან ესეც არის ხო ერთგვარი პროკურატურამ გადაწყვეტოს და გიგი უგულავამ თვითონ მე არ ვიცი კი შევეხებით გიგი უგულავასთან კარგად არ ვიცი კი ბატონო ამ საკითხს შევეხებით დაუმძიმდება თუ არა მას პროკურატურის მხრიდან აღკვეთი ღონისძიებასთან დაკავშირებით შეეცვლება თუ არა მუხლი მაგრამ მანამდე მოდი ნაციონალური მოძრაობის მოსაზრებაც მოვისმინოთ მაგალითად ხელისუფლებამ გიგი უგულავასგან შეიტყო რომ პროკურატურას საქმეში ქონდა დართული ეს მიმოწერა პირადი მიმოწერა ბატონ პავლე თქვენგან დავსვამ კითხვას რა არის უკანონო იმიტომ რომ ჩვენი ინფორმაციით გიგი უგულავა ბრალდებულია შესაბამისად ალბათ არსებობს სასამართლო სანქცია თუნდაც მოსმენასთან დაკავშირებით მოსმენა უკანონო იყო თუ რა იყო უკანონო ძალიან მარტივ საქმესთან გვაქვს საქმე მე აბსოლუტურად ჯერა ზვიადის რომ ის ამბობს რომ არ ვიცოდი ამის შესახებ გიგი უგულავა ჯერა მაგრამ აქ საუბარია იმაზე რა საკეთებს პროკურატურა როგორ ხდება ესეთი დოკუმენტები სისხლის სამართლის საქმეებში ეს არის მთავარი პრობლემა პროკურატურა დღეს კრიტიკას ვერ უძლებს და იქ საერთოდ რა იმართება როგორ იმართება არავინ არ იცის მთავარი პროკურორი არის რომელიც მხოლოდ ორი სურათი არსებობს და ვიცით რომ არსებობს ეს ადამიანი სადღაც ბუნებაში რეალურად ფარცხალაძე მართავს ისევ სიტუაციას ეს არის ის პრობლემები რაც არის და რა აგროვებს მე რას აგროვებს ეს ანუ რა მიმართულებით მივყავართ დავასრულებ ძალიან მოკლედ თბილისთან დაკავშირებით რაც ხდება ეს არის აბსოლუტურად ანომალური მოვლენები დააკვირდით პროცესებს დღესაც საღამოს რომ მოვდიოდი კურიერის დაიწყო ზუსტად მაგნიუსებით რომ პროკურატურაში დაიბარეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იქ აქტივისტები და შემდეგ ცალკე თემა არის ანძის თემა ერთი საქმე არის იმაზე ანძა ჩააქრესო
მეორე საქმე არის იმაზე რომ ანზა თავის დროზე რო გაანათეს როგორ იყო განათებული ჭერელო პეპელა გამოდის უკვე რა აღარ ვიცი რა უნდათ ამ ანზისგან ბოლოს და ბოლოს მოხერხონ თუ არა ინტერესებს თუ არ უნდათ მაგრამ ორივე მიმართულებით საქმე აღძრული რეალურად ებრძვიან ყველაფერს რაც შეიძლება თბილისს უკავშირდებოდეს და თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქტივობით ეს არის პრობლემები ამიტომ გიგი უგულავას ახლა ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება ვინმე რამეს ედავებოდეს და აუცილებლად ყველა კითხვას პასუხს გასცემს ამაში დარწმუნებული ვარ მაგრამ როდესაც პროკურატურა ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის რომ გიგი უგულავას მიმართ გამოყენებული იყოს აქვეთ ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ეს არის ის რაც თავისუფლად შეიძლება უწოდოთ პოლიტიკური დევნა მარტივი თემა არის შეხედეთ ახლა ბატონი ვოლსკის დამეთანხმება როდესაც ადამიანი მიემგზავრება იპიპის შეხვედრაზე სამზე და სადაც ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენელი და ამ დროს ეს იცის პროკურატურამ როცა წავიდა უკვე იპიპის შეხვედრაზე მას შემდეგ იპიპის ხმარობ შემოკლებით და სახალხო პარტია ევროპის სახალხო პარტიაზე საუბარი ამის შემდეგ პროკურატურა აცნობებს რომ უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და აგზავნის წერილს რომ აი არ გამოცხადდა სადღაც იყო წასული ვითომ არ იციან სად იყო წასული და იქნება ამის გამო შემდეგ როგორღაც შეუცვალო ნახოთ ხოლმე ამაზე არის საუბარი მიდის როგორ რასაკეთებს კი ყველაფერი იცის და ამაზე ისე თქვენ განაცხადეთ რომ რეალურად ფარცხალაძე მართავს პროკურატურას ამის დამამტკიცებელი საბუთები გაქვთ ბატონო თქვენ გინახავთ როდის მე მთავარი პროკურორი არც ფარცხალაძე არ გვინახავს ფარცხალაძეს არ გვინახავს იმიტომაც დაასრულა ეგრე და ეს მთავარი პროკურორი საერთოდ თანამშრომლებსაც არ ხვდება ამაზე არის საუბარი საერთოდ ბადაშვილი როგორ არ ვიცით მაგრამ ერთ ჩემი გამოცდა არ არის აქ საუბრობთ იმაზე რა დეტალი შეიძლება ჟურნალისტი ხართ ხო თქვენს გევალებათ ეს პასუხისგებლობა ნახოთ სად რა არის როგორ იმართება როგორ მართავს შეხვედრებს ფინანსურ პოლიციაში ფარცხალაძე როგორ ეს მართავს ფინანსურ პოლიციაში შეხვედრებს ფინანსურ საგამოძიებო სამსახურში უფრო სწორად საგამოძიებო სამსახურში მინისტრმა მეგვითითა რომ არ დაამახინჯოთ სახელწოდება კი ბატონო ნეტა ერთ-ერთი პრობლემა იყოს ფინანსთა სამინისტროსთან და ბატონ ხადურთან დაკავშირებული მაგას გამოვასწორებთ როგორ ხარ კარგით ანუ რეალურად მარტავს ფარცხალაძე ესეთი რეალურად პრობლემა არის იმაში რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში თბილისში გეგმაზომიერად მიდის იმ გზით რომ როგორღაც პარტიას მიაყენოს რაც შეიძლება მეტი ზიანი იყოს რაც შეიძლება მეტი იგივე იყო თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით ამ ადამიანებს ერთიანი ხელმძღვანელობა აქვს საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ბატონ ზვიათს არ ეხება ეს და შეიძლება პრემიერ-მინისტრთან მოვიკითხოთ ეს საკითხები ბატონ ღარიბაშვილი არის ვინც უშუალოდ მართავს ამ პროცესებს მათთან მოვიკითხოთ საკითხები იგივე თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით როგორ თბილისი არის პრობლემა დღეს ხელისუფლების სწორედ ამიტომ გიგი უგულავას მისამართით თბილისში ნაციონალური მოძრაობის წევრების მისამართით ჩვენი პარტიის აქტივისტების მისამართით არის ესეთი გაძლიერებული ზეწოლა და აქედან გამომდინარეა ის რასაც ვხედავთ ამ დროს უშვებენ სწორედ ისეთ აბსურდულ შეცდომებს როგორიც არის შვილთან სატელეფონო საუბრის ჩადება სისხლის სამართლის საკითხი გასაგებია ბატონ გიას სხვა შვილის წლების განმავლობაში თქვენ მაშინ ოპოზიციაში იყავით ხელისუფლებას ეხა რომელიც მეორე მხარეზის და ოპოზიციაში მაშინ აკრიტიკებდით სწორედ ესეთ პირადი ცხოვრების ჩარევაში შემდეგ ამ საკითხების გამოყენებაში ამ გამოყენებას საქმეში და ასე შემდეგ რაც ჩვენ მოვისმინეთ ეხა გიგი უგულავას პრინდა რომელმაც განაცხადა რომ მისი და მისი შვილის მიმოწერის საუბრის გასაჯაროება პროკურატურის მხრიდან ეს ხო არაეთიკური და პლუს ამას ემატება ის რომ თბილისი არის პრობლემა ხელისუფლებისთვის რომელსაც წინ აქვს არჩევნები მართლაც რაიმე დეტალს ხო არ შეამჩნევთ ხომ არ გეჩვენებათ რომ გარკვეულწილად რამე პრობლემა არსებობს გიგი უგულავასთან დაკავშირებით რომლის სასამართლო პროცესი ხვალ არის იცით რა არის რაღაც იმდენი საკითხი წამოვიდა არაეთიკურობიდან დაწყებული ჩანაწერების გამოქვეყნებით პროკურორი არ უნახიათ ფინანსთა სამინისტროსთან შენიშვნები აქ თბილისში ებრძვიან რა თელი თადადგა ბრალდებების რომელსაც შესაბამისად ფაქტები არ არის სამწუხაროა თქვენთვის მაგრამ ფაქტები არ არის ცით რა შეასაქმე არაეთიკური დაერქვევა ნამდვილად მაშინ როდესაც დადგინდება რომ მოსამართლე იტყვის რომ ამაში არც არაფერი დანაშაულის შემცველი არ არის ამ მიმოწერაში საუბარში ჩვენ საყვარელთან რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს და საჯარო უნდა გახდეს ეს სალაპარაკო ბატონო მაცალეთ ბატონო და თქვენ დაელაპარაკეთ როცა თქვენი დრომოვა ბატონო სასამართლომ უნდა დაელაპარაკოს რას ნიშნავს თუ არის უკანონოდ მიღებული გასაგებია რომ სასამართლო ამას არ მიიღებს არსებობს კანონები რომელთაც თქვენ არ იცნობთ და არ გქონიათ პრაქტიკაში რომ სასამართლომ რაღაცა კანონიერად გააკეთოს პროკურორი ურეკავს ვიღაც ოპერი ურეკავს ეს კანონიერია ეს უკანონო ესე წყდებოდა და აღარ არის წავიდა ის დრო დამთავრდა მორჩა
ვეგეულებით რომ სასამართლო არის ის ადგილი, სადაც შეფასდება რა, რამდენად თუ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ახლა რეზო ადამიანი მეგობარი იყო ჩემი, წუხარო აღარ არის ცოცხარი. გინდა რეზო ადამიანთან საუბრის თემა, გინდა შვილთან საუბრის თემა, ნებისმიერი თემა, თუ კი შეიცავს რაღაც ისეთ ნიშანს, რომელიც პროკურატურას უჩენს, ერთს რომ აქ შეიძლება რაღაც დანაშაულის ნიშანი იყოს, რაზეა ლაპარაკი? საღიაზრი ხო არის სადღაც, ხო მესმის რომ საღიაზრი ეს არის მე რასაც შვილთან საუბარში საღიაზრის პრინციპით რომ მიუდგეთ, რა შეიძლება ყოფილიყო დანაშაულის შემცველი რა. რაში დასჭირდა მაშინ პროკურატურას ამის იგი მოგცემ ამებისთან დაკავშირებითაც რაღაცა ჰაერიდან მოტივებს საუბარს მე იწყებს თუ ყველა ერთად შეიძლება ვილაპარაკოთ. ჩვენ თავისუფალი რეჟიმი გვაქვს შეგვიძლია ერთდროულად არ ვილაპარაკოთ, შეგვიძლია გრიგორს მისავოთ. კი ბატონო, გია და დაბარებას გასვლა გამოსვლას რა არის ეს გერმანიის პრეზიდენტს აუყენეს ბრალდება რომ მეგობარმა 917 ევრო გადაუხადა სასტუმროში და ლუდში და გადადგა. მიხვდა რომ არასწორია მისი საქციელი, თუ არ დაადასტურა მისის დარჩება და რამდენად ეთიკურია როგორ მეგობარმა ლუდზე და სასტუმროში დაპატიჟა. იქ საფრანგეთის პრეზიდენტს აუყენეს ბრალდება და 2 წლის ის მიცეს პირობითი სასჯელი. ესე არ არის თქვენ რომ ჭრით და კერავთ. ესე არ არის საქმე. ნახოთ რა სასამართლო რას იზავს, რა გადაწყვეტილებას გამოიწვევს და ამის მერე ვიმჯელოთ. კი ბატონო აკაკი, მოსამართლეს არ დაველოდოთ ამ შემთხვევაში. მე ვფიქრობ რომ ამ თემაზე შევწყვიტოთ. იმდენად ნათელი და მკაფიოა. აი უტიპრობას არ აქვს ხოლმე საზღვარი რა. სასამართლოთ იყო შეიძლება დაკანონებული მოსმენა, მაგრამ როგორც კი მოსმენის შინაარსი არ ეხება საქმეს. არის შვილი წაიყვანოს თუ არა სახლში და ბატონმა ზვიადმა შეიძლება გაიგო გიგი უგულავასგან. ბატონმა გიგი სრულად მოგვაწოდა ინფორმაცია რაც პროკურატურის ჩვენ საქმეში გიგი უგულავამ გაიგო ადვოკატებისგან. არის თემა რომელიც რაც ადვოკატმა უნდა გაიგოს. მოსმენა შეიძლება არის დაკანონებული, მაგრამ არის თემა, რომელიც არ ეხება საქმეს და ის უნდა განადგურდეს და საქმეში არ უნდა ჩაიდოს. ბატონო, რა მიზანი უნდა ქონოდა პროკურორს, როდესაც საქმეში დებდა შულთან მიწვევს საქმისთვის? არ არის პროკურორებს. ეს კითხეთ პროკურორებს, მაგრამ იმ შინაარსის წერილის გასაჯაროება, იმ შინაარსის ლაპარაკის ჩადება საქმეში ეს ბატონი ზვიადის და ბატონი გიას ნამუსზე იყოს, უნდა ჩადებულიყო თუ არა მიუხედავად იმისა, დაკანონებული იყო თუ არ იყო. რა თქმა უნდა, კაცო, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენს ნამუსზე იყოს და უტიპრობა და არ გინდა. ძალიან მალე დაგვემსგავსეთ, ეგ არის უბედურება რა. ძალიან მალე დაგვემსგავსეთ. არა, როგორ არის ცი, მე მართლა მიჭირს ლაპარაკი მოსმენების უკანონობაზე, იმიტომ რომ ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც თვითონ ჩადიოდა თავის დროზე თქვა უკანონობას, მაგრამ ნუ ფაქტია ახლა ჩადიოდა არის უკანონო მოსმენების უამრავი მაგალითი ნახეთ და უამრავი მასალა განადგურდა. მაგრამ ამ წუთში ლაპარაკი არ არის ჩვენს შეფასებაზე, ლაპარაკი არის დღევანდელი ხელისუფლების შეფასებაზე. ის რომ ჩვენ ვართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავის დროზე თქვათ აკეთებდნენ უკანონო მოსმენებას, ეს არ ათავისუფლებს დღევანდელ სიტუაციას შეფასებისგან და არ ამართლებს დღევანდელი სიტუაციის შეფასებას, არ არბილებს ამ მდგომარეობას. ზუსტად იგივე ტექსტებით ლაპარაკობდით, რომ სასამართლო იყო, პროკურატურა ნახავდა, გამოძიება დაადგენდა, ტექსტები არ იცვლება, სამწუხაროდ მიდგომებიც არ იცვლება. ის რომ შვილთან ნალაპარაკები არ უნდა იყოს საქმეში, მე მგონი ამაზე კამათიც კი არ გის და აღარ გის ამ თემაზე გაგრძელება. კარგით, გასაგებია. თქვენ თქვით რომ ხელისუფლება აუცილებლად მოგწონს ბატონო ზვიადა და კითხვაც ესეთი მაქვს, ნელ-ნელა და ძალიან მალე გვემსგავსებითო. ბატონმა აკაკიმ ესეთი რამე განაცხადა. არ ვიცი მე ახლა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბატონ აკაკის თავისი მოსაზრებები აქვს თავის საქმეებზე, მისი საქმეა, როგორც უნდა ისე შეაფასოს და რაც უნდა ის ჩათვალოს, როგორც უნდა ისე უტიპრობაზე რო ლაპარაკობს ბატონი აკაკი, ესე ძალიან საინტერესოა თავისთავად, მე ვფიქრობ რომ მაყურებლებიც გვიყურებენ ესეთი თემა, რაც შეეხება იმას, რომ გაასაჯაროა პროკურატურა, რაც სასამართლო გამოძიებაზე გადის, ის საკითხები არის საქმის მასალებში. მე რა შვილთან ლაპარაკი თუ არის რაღაცა თვითონ გიგი უგულავა გამოვიდა და განაცხადა ესეთი რამ რომ ეთყობაო ეს ლაპარაკი იმიტომ ჩაწერესო რომ ამითი უნდოდა დაემტკიცებინათ რაღაც თემა
და ამიტომ არის თვითონ ამბობს, რომ არის რაღაცა არგუმენტი, რის გამოც ეს ჩანაწერი ამ საქმეში არსებობს. საქმეში არსებობს იმ საქმეს ეცნობა ადვოკატი, ეცნობა თვითონ ბრალდებული და თემა ჩემთვის ძალიან მარტივად დგას რა. რაღაც 50 მილიონი თუ რამდენი მილიონი არ ვიცი, ედავებიან გიგი უგულავას, ედავება პროკურატურა. იყო ერთი ბრალდება, პირველი სასამართლო პროცესი, როდესაც პროკურატურა მოითხოვა ავკვეთი ღონისძიების შეფარდება, უფლებამოსილების შეწყვეტა, კიდე რაღაც სხვა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პირველ ეტაპზე. შემდეგ იყო მეორე პროცესი, როდესაც უფლებამოსილება სასამართლომ შეუწყვიტა და შეუჩერა. ეხლა ხვალ არის მესამე პროცესი. მესამე პროცესზე გიგი უგულავას აქვს საშიშროება თითო ხედავს, რომ შეიძლება ავკვეთი ღონისძიება მოითხოვონ და დააკმაყოფილოს. აქედან გამომდინარე არის ეხლა ატეხილი ეს თემები, რომ აი შვილთან ლაპარაკი, რეზო ადამიანთან ლაპარაკი, რომელიც გარდაიცვალა. მესმის ეს ყველაფერი გავიგონე, კანონის დარღვევა სად არის? ძალიან საინტერესოა. კანონის დარღვევა, აი ეს საქმეში არ უნდა ხდებოდეს ზვიად, და ამას სჭირდება ელემენტარული ლოგიკა. მე რო ვინმე სპაიმას დაუთქვა, არ მინდა რომ ჩემმა მეუღლემ თუნდაც სასამართლოს მეშვეობით გაიგოს. ეს არ უნდა მოხდეს საქმეში ზვიად. ამას სჭირდება ელემენტარული ლოგიკა, რომელიც გააქვს ზვიად. როდესაც არ გინდა რომ ამუშაო. როდესაც გამოდის და თვითონ ასაჯაროვებს, ესე იგი, პირი ამ საკითხს, მე მაგ ვხედავ ერთადერთ არგუმენტს, რომ ადამიანი დღეს მაქსიმალურად იქცევს ყურადღებას ასეთ ტიპის არგა შვილთან ლაპარაკის მასალები არის რა არის იმ მასალებში ისეთი რომ დაუშვათ ეხლა იმის გამოქვეყნება არის რაღაცა პროკურატურა ითხოვს მაგას ხვალ სასამართლო გამოძიებაზე ხალხო სასამართლო არსებობს ხვალ სასამართლოს იქ პირად ცხოვრებაზე რო იყოს რამე არა რა თქმა უნდა გამოგივლი და გაკეთება მასწავლი გაწაგიყვან სამში რა თქმა უნდა არა ერთი კითხვაც არსებობს გიგი უგულავასთან დაკავშირებით რა ადამიანებს შვილები მოუკლეს და უწამეს და იმას იმ ეთიკაზე ვილაპარაკოთ. ჩვენი ხელისუფლების შეფასებაზეა დღეს ლაპარაკი, თორე ჩვენ რო პისისხლიანები ვართ, ეს გაიგო საქართველოს. დღეს თქვენ შეფასებაზეა გია ლაპარაკი. ეს რო გავიგეთ უკვე გია. კარგი, რა არის უკანონო, ბატონო პავლე, თუ კი ამას ხვალ პროკურორი განმარტავს სასამართლო პროცესზე, თუ კი ის დაადასტურებს, განმარტავს, რატომ ჩადო საქმეში ეს მიმოწერა? ამ შემთხვევაში ექნება თუ არა ოპოზიციას მე კითხვის ნიშნები? ჯერესერთ მე მართლა არ მესმის როგორ რა ლოგიკით ვინ უნდა დაასაბუთოს რომ აი ამაში შვილთან საუბარში როდის მოამზადებს ის გაკვეთილებს და როდის მივა და როდის შეიძლება სახში წაიყვანოს ამაში შეიძლება საქმესთან იყოს რამე დაკავშირებული. ზუსტად ქონდა კითხვა კანონდარღვევა რაში მდგომარეობს? ზუსტად იმაში რომ ამ ადამიანებმა პროკურორებმა ეს მონაცემები, ეს მოსმენის დოკუმენტები ჩადეს საქმეში. როდესაც ის არ ეხება საქმის მასალებს, ის უნდა გადაიდოს გვერდზე და საერთოდ არ უნდა იქნებოდა. ეხება თუ არ ეხება? ზუსტად ვიცი, პროკურორს აქვს ნათქვამი. არ მე როგორ საღიაზრის ტესტი თუ დავახსენე. ინტერესი მაქვს ამასთან დაკავშირებით. როდესაც საუბრობ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. დიახ. გაკვეთილები მოამზადა თუ არა და როდის შეიძლება რომ საშუალებთ რომ გაკვეთილებზე ნალაპარაკებია. აბა რა არის? გეოს ეს ყველაფერი. სორი, ბოდიშვილი რა შიფრით ლაპარაკობენ. ერთი წუთით. მაშინ თქვენი ახსნაც მაინტერესებს. რაში დაჭირდა პროკურატურას ამ თუ კი ეს არაფერი კავშირში არ არის საქმესთან, რაში დაჭირდა პროკურატურა საქმეში ამის ჩემი აზრით ეს არის არაკვალიფიციურობა, ერთი მხრივ. მეორე მხრივ არის სურვილი რომ რაც შეიძლება რაღაც მეტი საგანი მოიგზიონი რომ აი რაღაც საფუძველი ქონდეთ თითქოს რომ ახვეთ ღონისძიება შეუფარდოთ, მაგრამ ეს მოდი ეს თემა გადავდოთ. მე მგონი ხა ტელემაყურებელი გვისმენს. საღიაზრის ტესტი ნებისმიერი ჩვენი ტელემაყურებელი დაგვეთანხმება. შვილთან საუბარი არანაირად არ შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე ფორმით მერის საქმიანობას, მათ შორის მაშინ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის უკვე აღარ არის ქალაქის მერი. მეორე საკითხი ბატონმა ზვიადმა ბრძანა რომ აი თქვენ მოსმენები ასე შემდეგ. იგი სწორედ თვითონ მაგას ამ მიმართულებით მოვდივარ ახლა მე. მოსმენებზე გადავალ ბატონო პავლე თქვენი აზრი მაინტერესებს გაქვთ მოლოდინი რომ ხვალ მოსამართლემ შეიძლება დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა მე არ ვისაუბრებ ამაზე ხვალ ყველა ნახავს არ ვიცი ვერ გეტყვით პროცესი არის პროკურორები არიან ადვოკატები არიან ნახოთ ყველაფერი რაც როგორ იქნება ეხლა სხვა თემა რაც შეეხება ბატონო ზვიადბრძანებს და აი მოსმენები და ასე შემდეგ ჯერესერთი ეხა როდესაც ჩვენი გადაცემა მიდის ეთერში მეორე ტელეარხზე მიდის გადაცემა რომელიც ასევე უკავშირდება ესეთი რეკლამირება ბატონო პავლე ჩვენც ამაზე საუბრობთ უკან ჩვენ უფრო საინტერესო დისკუსია გვაქვს მაგრამ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ეს კითხვის ნიშნები არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას ეს არის
ის კითხვის ნიშნები, რომელიც დასვა არასამთავრობო სექტორმა, რომელიც უკავშირდება ჯეოსელის საქმე, როდესაც ჯეოსელში შედიან ვითომ ფინანსურ დარღვევებზე და სინამდვილეში სერვერებს აყადაღებენ, რომ როგორღაც იქნება, ეს უკვე ცოტა სხვა რამე არის, მოსმენებს უკავშირდება ზუსტადაც. როდესაც ამ ბოლო დროს გახდა ასევე ცნობილი მოსმენებს ცოტა გამარტოთ, აბა რას გულისხმობთ ამაში, როდესაც ჯეოსელში ამ ფინანსური პოლიციის შესვლის მიზეზი რეალურად იყო ის, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა სერვერის აყადაღება, საიდანაც შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის მოსმენებთან დაკავშირებით. ამაზე იყო ეს ინფორმაციები, მათ შორის რამოდენიმე თვით ადრე ჯეოსელის მეპატრონეებმაც განაცხადეს ამის შესახებ. გარდა ამისა, ხაზი მინდა გაუსვა კიდე ერთ ფაქტს. თქვენ გეცოდინებათ, ქალბატონთია, არის ესეთი კომპანია, რომელიც იგროვებს რეიტინგებს. დიახ. ამ კომპანიაში შესულია ფინანსური პოლიცია და რას აკეთებენ? მოითხოვეს იმ პირთა მისამართები, სადაც დგას ეს სპეციალური people metrics, რომელიც ანუ კონკრეტულად ეს უკვე ძალიან მასშტაბურ ხასიათს იღებს ეს ყველაფერი. და კიდე ერთი მოსმენებს როცა ვამბობ და უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით. ჩარშან დიდი ზარზეიმით დააკავეს ბატონი ხვედელიძე, რომელიც მართლა ძალიან მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული. პირველი შემთხვევა იყო ესეთი, როდესაც თანამდებობის პირმა ჯერ დააშანტაჟა კონკრეტული ადამიანი, რომ შენ შესახებ მაქვს ეს ინფორმაციაო. მე ეს შანტაჟი არ იკმარა და გამოუქვეყნა ეს. და გახადა საჯარო. ეს იყო ყველაზე სამარცხვინო ფაქტი ჩემი აზრით. არ ვსაუბრობ იმაზე, რომ უკანონო მოსმენები იყო, არ იყო, ადრე როგორ იყო. კი, თუ ვინმე დამნაშავე იყო ამასთან მიმართებაში, ორი აზრი არის, რომ მასთან მიმართებაში კონკრეტული ღონისძიებები უნდა გადაიდგას, რა ხდება ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით. რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო დიდი ზარზეიმით და ესე გაჩერდა. დინარევს მე როგორც იცი საზღვარგარეთ ხო? წელიწადი გავიდა ამ წელიწადის განმავლობაში. ბატონი ელისო-კილაძე ხებსაც დებს იქ ბრალს, მაგრამ არანაირი დაბიჯი არ იდგმება. კარგით, მოდით დავუსვათ მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვა მოსმენებთან დაკავშირებით. თქვენ გაინტერესებთ. შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი იყო ძალიან საინტერესო. როდესაც მან არასამთავრობოები ორგანიზაციები გააკრიტიკა, მაშინ როცა მოსმენებს მართლა ქონდათ საფუძველი, თქვენ სად იყავით? თქვენი ხო არ გამიგეობდა თვითონ ამ დროს საბავშვო ბაღში სწავლობდა თურმე, როცა უკანონო მოსმენებს ქონდა ადგილი. მოსმენებთან დაკავშირებით გვაქვს მაქვს კითხვა, თქვენ რას ლაპარაკობ? პირიქით, სწორედ მაგას ვამბობ, როცა ნიშუგებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, თქვენ რატომ მაშინ არ იღებდით ხმასო? ის კაცი არ უნდა უგებდეს ნიშს, რომელიც იყო იმ სისტემის წევრი. ამას ვამბობ და ირონია, იმედი მაქვს მივხვდებით. კარგით, ყველას გახსოვთ, ალბათ არასამთავრობოების კამპანია ეს თქვენ შენ გეხება. ეს კამპანია ეხლა გრძელდება და უკანონო მოსმენებს ეს არის კამპანია ლაშა ტუღუშსაც, გიგაურსაც და სხვებსაც აქვს თავისი ვარიანტი თუ როგორი ტიპის კანონპროექტი უნდა გავიდეს პარლამენტში. და მათ აქვთ მოლაპარაკებები შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ხვდები ამ პარლამენტშიც ჰქონდათ შეხვედრები და ამ კანონპროექტს ლობირებენ. ის რაც მათ კამპანია აქვს ეხლა დაწყებული, კამპანია რა, ეს არის კამპანია დაწყებული, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით განხორციელდეს, ის ხალხი ამას აკეთებს და ამაში არაფერი არც განსაკუთრებული, არც აღმაშფოთებელი, არც აღსაშფოთებელი არაფერი არ არის. მოსმენებთან დაკავშირებით, როდესაც ეხლა ხელისუფლების წარმომადგენლები გველაპარაკებიან, ჩვენ ხალხი, რომელსაც 20 ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლებმაც 28 თუ 30000 უკვე ფაილი ამოიღეს, სადაც პირადი ცხოვრების ჩანაწერები იყო, ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, გაანადგურა ეს ყველაფერი და დღეს ეხლა ვხედავთ ჩვენ ეს არის ახლის შექმნა დაიწყო, თქვენ რასაც ამბობთ, არა, ეს არის უბრალოდ ლაპარაკი ხაერზე. ვერბალური ლაპარაკი, არავითარ ჯეოსელთან დაკავშირებით პალიკო, რასაც ამბობ, ეგრე არა. ჯეოსელთან ჯეოსელთან დაკავშირებით მე არ მომისმენია არც ერთი კომპეტენტური დასკვნა, არც ერთი ორგანიზაციის არავის, რომ ჯეოსელთან დაკავშირებით მოსმენების მიზნით იყო შესული რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. არა, ხო არ იტყოდა და ეს თქვენი ვარაუდია და რასაც თქვენ ვარაუდად ის ხო არის აქსიომა და იმაზე ბიჭი შეტანა შეიძლება საერთოდ და საბოლოოდ. ფინანსების საკითხია. თუ გადასახადები დამალა სერვერებთან რა გინდა ბუღალტრიული დოკუმენტაცია მოიღე. არც ერთი ინვოისი არ მოუღია. ერთ რამეს გეტყვი. აი არასამთავრობოებს სტანდარტული პასუხი იქნება უჭერს არასამთავრობოებს ეხლა მხარს აგეთქვე იმპულსი და იცით რომელი კანონპროექტი აქვს შემოტანილი? რა ტიპის კანონპროექტი აქვს ჩამოტანილი? ჩართული ხართ იმ საქმიანობაში? იცით ეს მთლიანად ქრონოლოგიურად როგორ დაიწყო ეს საქმე, როგორ განვითარდა მთლიანად კომისია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შექმნა, იქ იყვნენ ჩართულები
ხვედელიძის საკითხიც რა გინდათ ეხლა რომ სასამართლოები არ ტარდება თავის დროზე არ ტარდება პროკურატურა არ ატარებს და დარღვეულია კანონი ბატონ პალიკო კარგი კითხვა არის ეს ძალიან სიმპტომატური კითხვა და ძალიან საინტერესოა კი ძალიან გეთანხმებით ბატონო ზვია გეთანხმებით კანონი იქნება ამ კუთხით კანონმდებელი ბრძანდება ჩვენც ბატონი აკაკი ჩვენ აქა და იქნება ამ კუთხით დაგვეყენებია ეს საკითხი კითხვა რამე კანონი დაირღვა თუ არა ლეგიტიმურია ეს კითხვა მაგრამ ჩემი კითხვაც მე მგონი საინტერესოა როცა ხვედელიძის საქმე 1 წელია ესე დევს ჰაერში მე მგონი ელემენტარულად რაღაც პროცესი ელემენტარულად 2-3 პროცესი მაინც რო ჩანიშნულიყო მეტი არ ჭირდება ამ საქმეს ყველაფერი გამოქვეყნებულია ყველაფერი დევს არც ბევრი მოწმეა და საკითხი არც არის ბატონ გიესთანმა კითხვა ოპოზიცია აცხადებს რომ არასაბარებაზე დააკავეთ ბატონ აკაკი ნუ ახლა ბატონ გია არათანაბარ პირობებში იმყოფებით წინა საარჩევნო პერიოდში ესეთი განცდა აქვს ოპოზიციას არათანაბარ პირობებში ჩადგები მაშინ როდესაც ყველა პირობა ხელში გიჭირავს მართავ იქით ვისაც გინდა თავს მოაჭრი ვისაც გინდა ციხეში ჩასვა ვისაც გინდა აწამა ვისაც გინდა მოკლავ ეს რო შეგეცვი და რამდენ ფულსაც გინდა იმდეს წაიღებ და რამდენ მე ჭიმავს 2012 წელზე საუბრობ რამდენსაც გინდა იმდენ შენს აქტივებს დააფინანსებ არა მერე რო ეს ყველაფერი ხელიდან გამოგეცლება რასაკურველია არა თანაბარ პირობებს დაარქმევა თუმცა მათი აქტივისტების დაკავებაზე და დევნაზეა საუბარი არა იცით სწორედ მაგას ვამბობ ყველაფერი უნდა გააკეთო როცა ხელისუფლებაში ხარ ამად გონიათ რა ეკეთ სისხლი როგორც კაკპირ სისხლი არის თუ როგორც ამბობს ეკეთ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა ეკეთ სასამართლო როგორც გინდა ისე იმას ქნა მოიხმარო ეხლა როცა ეს ყველაფერი გამოგეცალა ხელიდან გძნობ რომ რაღაცა უპირატესობა დაგაკლდა და რასაკურველია თავს იგზნობ ისე რომ პოლიტიკურ რეფორმირებას თავის დროზე რატო გვიწევდით იმიტომ რომ ქვეყანაში ის არ მოხდარიყო რაც ჩამოთვალეთ თუ უბრალოდ გშურდათ რომ ჩვენ ვაკეთებდით და თქვენ გინდოდათ რომ გაგეკეთებინათ იგივე საკეთებ რა თქმა უნდა კაცო იმიტომ რომ გიამ რაც ჩამოთვალე ეხლა რომ არ შეგეხსენებინათ რომ 2012 წელს აკეთებდა აღწერა დღევანდელი სიტუაცია ეს მეთოდი 2012 წლის სიტუაციაც აღწერა მაგრამ დღევანდელი სიტუაციაც აღწერა მე ხო სწორედ ამას ვეუბნები ძალიან მალე დაგვიმსგავსეთ მეთქი ეს მეთოდია ეგეთი კაკო ამბობს ყველაფერს ამას და ვითომ გონია რომ არა გია ეგეც მეთოდია გია ესია რიგრიგობი ბატონო არა ხართ უფრო ნაკლები ამას ამბობს ეს მეთოდია პიარ მეთოდია რა თქმა უნდა არა გია სამწუხარო ეს არის მეთოდი და ენას ძვალი არა მეთოდები თანაც ასეთი ტიპის ლაპარაკი ეხლა რა ენა ძვალი კონკრეტულ ფაქტზე პალიკო 1000 ჯერ თქვით და 1000 ჯერ გიპასუხეთ ხონის გამგებელი რომ დააკავეს ყვარლის გამგებლის მოადგილეც მე თქვენ პოლიტიკური დევნა არის რომ როცა ამბობ დევნები რომ თუ დააკავეს ყვარელი ამიტომ გამართლდება ხონის არასწორად დაკავება ვერ გაიგე რას ვამბობ პოლიტიკური დევნა იმიტომ რომ კარგად თუ გამარჯვებთ ჩვენი დევნა კარგად თუ ჩაეძიებით კარგი ბატონებო რიგრიგობი თუ კარგად ჩაეძიებით საქმეში ყვარლის გამგებლის მოადგილე რომელიც შეიძლება შემთხვევით აღმოჩნდა კონსერვატორული პარტიის წევრი დააკავეს იმიტომ რომ ყვარლის გამგებელი რომელიც არ წერს განცხადებას აიძულონ დაწერონ განცხადება ესე იგი ეს იცის ყვარელი უბრალოდ თქვენ არ გინდათ ეს ყვარლის გამგებელიც ესე იგი დევნის ქვეშ ყოფილა აგერ დავამატეთ კიდე ერთი ადამიანი ყვარლის გამგებელიც ყოფილა კითხეთ ყვარლის მოსახლეობა და ის არის ნაციონალური მოძრაობის წევრია კიდე კაი აქ მაინც რაღაც გადავჭით აქ მაინც გადავჭით ნაციონალურ მოძრაობას კი არ დევით თელ ოპოზიციურ სპექტრს სამოქმედო არეალი შეუკვეცე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სააგენტოების უფროსი დააპატიმრეს ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ხონის გამგებელი დააპატიმრეს და ისიც ნაციონალური მოძრაობის თქვენს წევრებს ვაპატიმრებდით. იმ პერიოდში სხვა არავინ დაგვიკავებია? ის რომ დასმენაბარაკები როგორ ხულიგნობაზე, ხვედელიძეზე როცა ლაპარაკობ, მითხარით ერთი თანამდებობის პირი, რომელიც მე არ კერავ, როცა თქვენს აქტივისტებს ვაკავებდით, უამრავ სხვა ადამიანსაც ვაკავებდით და შენი ლოგიკით ზვიად
შენი ლოგიკით რადგან იმათ ვაკავებდით მაშინ თქვენი დაკავებები არ უნდა გაგეპროტესტებიათ ის რომ ვიღაცას აკავებთ ეს არ ნიშნავს იმას რომ ხონის გამგებელი და მისი მოადგილე არას წინასწარ პატიმრობაზეა ზვიად ლაპარაკი არასწორად დააკავეთ ბატონი კაკო ამბობს რომ არის დაგეგმილი მოკლედ მთლიანად რომ აი მოდი ახლა ხონის გამგებელს დავიჭერთ რომელიც არის კაკო ბობოხიძის მეგობარია თუ ახლობელი თუ თანაქალაქელი არის დუშეთის თავმჯდომარე საკრებულოს თავმჯდომარე რომელსაც უნდა გითხრათ ძალიან ნაკლები ურთიერთობები აქვს სხვათაშორის ნაციონალურ მოძრაობასთან იმ დუშეთის თავმჯდომარეა როგორ არის დუშეთის და არავითარ კანდიდატობაზე ხო თავმჯდომარეა ზვიად ოკაონიანი და ყველა თავმჯდომარეა ზვიად პარტია ესე იგი ბოდიში მოგვითხოვია თქვენთან მაგრამ ერთი რამ არსებობს ამ ყველაფრის გასაღები არსებობს და პასუხი არსებობს ქვეყანაში არსებობს დღეს სასამართლო თუკი ვინმე არის დაპატიმრებული უკანონოდ, თუკი ვინმეზე ხორციელდება პროკურატურის მხრიდან, ესე იგი, ისეთი ტიპის ქმედებები, რომ პროკურატურა არ არის დღეს ისეთი ტიპის პროკურატურა, რომელსაც ყურმოჭრილად ემორჩილება სასამართლო. ამ სასამართლოს თავმჯდომარე გახლავთ ბატონი პალიკოს ღვიძლი ძმა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ დააბრალებს. არა, მაპატიე, რატო ვამბობ? კეთყვი ახლა ვერ დააბრალებ რომ არის ლოიალური ან არის ქართული ოცნების პოლიტიკური სიმპათიებით გამორჩეული ადამიანი თუ კი მოსამართლეებზე დაგვიწყებთ საუბარს აი მოსამართლეებზე ხდება კონკრეტულ მოსამართლეებზე ასე ვთქვათ რაღაცა ტიპის რეპრესიები და ასე შემდეგ არსებობს ასეთ შემთხვევაში იუსტიციის საბჭო სადისციპლინო საბჭო რომელსაც ასევე უნდა გითხრათ რომ ქართული ოცნება და მისი პოლიტიკური შემადგენელი არ აკონტროლებს მაგრამ რაც გინდა ეს ვილაპარაკოთ რა მნიშვნელობა მაინც ამობრუნდება კაკო ბობოხიძე და იტყვის რომ რა მალე დაგვემსგავსეთ ღმერთთან უდაგვამსგავსოთ თქვენ რასაც აკეთებთ არასოდეს არ დავემსგავსოთ ცუდი იქნება ზვიად თუ ასეთი უნარო ხელისუფლება დარჩით როგორიც ხარ თუ შეიძლება დაუყოვნოთ უნარიანები თქვენი ყავით და რა უნარებით თქვენი უნარებით რა მოგმარებთ ქვეყანა ყველა კარგად ნახეთ გასაგები ბატონ პავლე კითხვა თქვენ გსურდათ პასუხი გეკეთათ ამიტომ შესაბამისად კითხვაც ეს ეზღუდეთ ენდობით თუ არა დღეს სასამართლოს მოსამართლეებს და მეორე სხვა თემაზეც უნდა გადავიდეთ იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე თემა გვაქვს და ობამას წერილს ეხება რომელიც გუშინ გასაჯაროებდა საზოგადოებისთვის აუცილებლად ვისაუბრეთ ამ თემაზე მაგრამ მანამდე გაგვიცით პასუხი ენდობით სასამართლოს პირველი რაც მინდა ვთქვა მე ჩემი მხრიდან და ჩვენი პარტია ყოველთვის დობას გამოხავდა სასამართლოს მიმართ. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ცალკეული შემთხვევები შეიძლება არ იყოს. მაგალითად, იგივე კონკრეტული მოსამართლე ბატონი ახალბედაშვილი, რომელიც ხონის გამგებლის საქმესთან დაკავშირებით არც დაფიქრებულა, ისე შეუფარდა 12000 ლართან დაკავშირებულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა. მაშინ როცა საგარეჯოში გამგებელი რომელსაც 250,000 ლარის გაფლანგოს ედავებოდნენ. საერთოდ წინასწარი პატიმრობის აღკვეთი ღონისძიება არც ყოფილა მოთხოვნილი საერთოდ. ეს არის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეხლა ვსაუბრობთ პროკურატურის მიერ დადგენის სტანდარტზე. პროკურატურამ თქვა ერთი წლის წინ, ჩვენ არ გამოვიყენებთ ფინანსურ დანაშაულებზე, საჯარო სამსახურში დანაშაულებზე წინასწარ პატიმრობას. ხონის შემთხვევა არის ტიპიური ესეთი მაგალითი, მაგრამ გამოიყენეს. რატო? იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით აინტერესებდა. ყვარელი ახსენა ბატონმა ზვიადმა და მე მინდა ეხლა ყვარელებს მიმართო და რამდენიმე იცის მათგან ეს ისტორია. დიახ, ყვარელის გამგებელი ბატონი ქევხიშვილი დაიბარა გუბერნატორმა და უთხრა რომ გადადგეს თანამდებობიდან. ამ ადამიანმა განაცხადა უარი გადადგომაზე. ამის შემდეგ უშროების სამსახურები არიან მობილიზებული რომ გამოიკვლიონ ამაზე იწერება ბატონი. ყველგან არის ეს შეგიძლიათ ინტერნეტში ვეღარ ნახოთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მასალა წავიკითხეთ და ვიცი ყვარლელებს ვეუბნები ბატონ გია თქვენ არ გეუბნებით ყვარლელებს ვეუბნები რამდენი მათგან იცის ეს ამიტომ ვის მხარეს არის სიმართლე ეს კიდე ცალკე საუბრის თემა ბატონი ზვიადი რო საუბრობს მისი პარტიის წევრი ძალიან ცუდი ბატონი ზვიადი თუ თქვენი პარტიის წევრთან დაკავშირებით ამ ინფორმაციებს არ აზუსტებთ მე მინდა გითხრათ რომ რასაც ედავებიან ამ ადამიანს ესეც იმ მასალაში ეწერა მე რამე კი არ მომიკითხავს და კი არ მასალაში ეწერა რომელიც გამოაქვეყნა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა
ედავებიან იმას, რომ რაღაც მიწა უნდა გამოიტანა, რომ შეესყიდა ვიღაც კონკრეტულ პირს და ამაში შთამი აიღო. ეს მიწა საერთოდ არ არის საპრივატიზაციო დოკუმენტებში შესული, საერთოდ არ არის პრივატიზებული. ეს ადამიანი დღეს ის ერთ-ერთი მიზეზის გამო. იქნებ როგორმე მიცეს ჩვენება ყვარლის გამგებელზე, რომ როგორმე ჩამოიცილონ ეს ადამიანი. ამ ყვარლის გამგებელს ჩემი ადვოკატობა არ ჭირდება ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენი პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, რომელთაც მათი მხრიდან დობა არ აქვს, ეს საფრთხე ემუქრება. ეს დღეს დაემუქრა ყვარელს, გუშინ იყო ხონში, მანამდე იყო დუშეთში, იყო ზუგდიდში, ეს არის ზუსტად ის რაც არის პრობლემა. დაეჭიდა ყვარლის გამგებელს და ძრავერ უყვეს. ესეა ბატონო და ყვარლელებმა ეს ისე დაანგარდა. ეს ცინიზმი არ გეკადრება. არ არის ეს ცინიზმი რა. კაი რა. თქვენთვის წარმოუდგენელია რომ ვერ მოერიოთ, ხო ზია? მთელი თეორია. თქვენთვის წარმოუდგენელია რომ ვერ მოერიოთ, ხო ზია? თეორია. თეორია ბატონო. თუ ჰიპოთეტურად რა შეიძლება მოხდეს არა ყვარლისში საქმის მასალები ცოდნია ყველაფერი ცოდნია საქმის მასალები კი არა ეს არის მასალა რომელიც გამოაქვეყნა კახეთის საიმპერატორო ბატონო სხვა თემები ის წესრიგში რომელზედაც უნდა ვისაუბროთ სასამართლოს ყვარლის გამგებლის ადვოკატებზე გადავიდეთ გასაგებია ხონის გამგებლის ადვოკატად არ გამოდგებით აი ის როდესაც ერთდროულად აქაც აუცილებელი არის რომ სასამართლოს განაჩენი არა ბატონო ხონის გამგებლის სიმართლეა ხონის გამგებლის ბატონებო გუშინ გასაჯაროვდა ბარაკ ობამას წერილი ირაკლი ღარიბაშვილისადმი რომელიც ილედამდე შეიარაღებულ ხალხს შენარჩევნებზე რომ დაუპირისპირდნენ გადავედით სხვა თემაზე გუშინ გახდა საჯარო საზოგადოებისთვის ბარაკ ობამას წერილი ბარაკ ობამას წერილი და ამას მოყვა შემდეგ გამოხმაურება იგივე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სხვათა შორის ცოტა უცნაურიც იყო ბატონ პავლე ამიტომ თქვენი შეფასება მაინტერესებს უცნაური იყო იმით რომ თქვენი პარტიის წევრები საუბრობდნენ რომ აქ ხელისუფლებამ პიარის ელემენტები გამოიყენოთ რომ დავკავებულიყავით იმით რომ ეს წერილები გამოქვეყნებინათ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოფილი ხელისუფლების დამოკიდებულება პიარისადმი საყოველთაოდ ცნობილია ამიტომ ცოტა გაუგებარია მხოლოდ ამაზე აქცენტის გაკეთება იქნებ თქვენც განგვიმარტოთ რა ის შეხვედრა რაც იყო თქვათ ამერიკაში ვიზიტის დროს ბატონ ღარიბაშვილის სადაც ამ შეხვედრაზე შემოსრო ბატონ ობამაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეს იყო ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ეს არ არის მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ამის მიზეზი გარკვეულწილად არის უკრაინაში მიმდინარე პროცესებით იგივე ტიპის შეხვედრა ბატონ ობამას ჰქონდა მოლდოვეთის პრემიერ-მინისტრთანაც ამით არანაირად არ ვაკნინებ იმას რომ შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ამ ტიპის სტრატეგიული მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება ამერიკა ყოველთვის არჩება ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორად და ეს არის მნიშვნელოვანი თემა მეორე საკითხი იმ წერილთან დაკავშირებით რომელიც ახლა გამოქვეყნდა ეს რო ვთქვათ ახლა ბატონი გია დამეუწმება რაღაც განსაკუთრებული შეხვედრის ერთ-ერთზე მოლაპარაკებების ან რაღაც ესეთი თემა არ არის მიუხედავად ამისა ნებისმიერ ფორმატში ამ ტიპის შეხვედრას გარკვეული მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება თუ შესაბამის შეხვედრებში ბატონი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას ამავდროულად ჩვენი ინტერესი რაც არის, ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს ის, რომ ის თემები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს წამოვიდა წინა პლანზე, რაც ნიშნავს ნატოში გაწევრიანებაში აქტიურ მხარდაჭერას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების კიდევ უფრო დაჩქარების საკითხს, ამ თემებზე იყოს მუდმივად ყურადღება გამახვილებული. ბატონი ღარიბაშვილის შეხვედრის დროს პირველ შეხვედრაზე თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით საერთოდ არ იყო არაფერი ნათქვამი, არა იმიტომ რომ მას არ გაახსნა, შეიძლება იქაც არ გახსენებოდა. ეს დოკუმენტები მანამდე მზადდება და საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია რომ წინასწარ ამ საკითხებთან დაკავშირებით იმუშაოს, რომ შესაბამისი წინადადებები კონდეს შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრს. კი ბატონო. ამიტომ კიდევ ერთხელ ხას უსვამ. შეხვედრები მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და ქვეყანას სჭირდება მხარდაჭერა განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში მაქვს საუბარი, როდესაც რეალური საფრთხე უკრაინის შემდეგ ასევე მსგავსი პროცესების ესკალაცია შეიძლება იყოს თქვათ რუსეთის მხრიდან ამის სურვილი საქართველოშიც ამ ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის პრეზიდენტთან მსგავსი შეხვედრები და ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამას ვადასტურებ. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, უფრო მნიშვნელოვანია ასევე იმ ძირითადი ხაზის გაგრძელება, რაც იყო მათი წლის განმავლობაში. არ გრძელდება ეს ხაზი საგარეო კუთხით? იმედი მაქვს, რომ გრძელდება. საჯაროდ ამის ხაზგასმა ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა სურვილი მაქვს, რომ ეს ხაზგასმაც ვიხილო. ბატონ გიად
თქვენ ჯერია რომ ხამ ყველაფერზე თქვენი აზრი მოგახსენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით როგორ არის? გზავნილების დაგვანდოთ. რა მოიკითხეთ ბარაკ ობამას გუშინდელი წერილი. ნუ ძალიან რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც ვერ უარყოფდა ვერცერთი მხრიდან ვერ მოვლი, მაშინ ბატონ პალიკოს ბაში ტონი აქვს ისეთი, ის ძალიან მნიშვნელოვანია და ისე რაღაცა გაუბრალოება თუნდაც იმ თემის თქვენ საქმეს ვაკეთებ თქვენ სათქმელს ვამბობ ჩემს ხო ნუ მაგრამ არის ამაში რაღაც ისეთი რა არ მოხდება როგორ ტონალობა მე არ მომწონს და რა მომწონს ჩემ დროს გამოვიყენე აუცი ისე დამესკითხავს რომ ტონალობა არ მოგეწონა ჩემი რომ მეორე ჯერ იყენებთ მაგრამ მე დამესხი არაღებულ დაპირისპირებამდე საქმე არ მივიდეს და ეს არის მათი ესე იგი უპირატესობა ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე რომ ვინაიდან ისინი სწორედ ასეთ რეჟიმში აგრძელებენ რუსეთთან ურთიერთობას ევროკავშირის ხარდაჭერაც ამერიკის ხარდაჭერაც ყველა ევროპული ქვეყნის ხარდაჭერაც ამ ფორმატში მათ უფრო მეტად გარანტირებული აქვთ რომ ვერ მოეთმინათ ასე ვთქვათ რომ ჩართულიყვნენ შეიარაღებულ კონფლიქტში მე არ ვიცი ახლა რა ვითარება იქნებოდა უკრაინა ამ წუთისთვის იქნებოდა ერთიანი თუ იქნებოდა 4 ნაწილად გახლეჩილი ჩვენ ეს არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცით აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ უკრაინის არც ხვალაც რა იქნება არც ეს არ ვიცით მაგრამ ეს არის პროცესი რომელშიც უკრაინელებს სადავეები ხელიდან გაშვებული არ აქვთ და მთელი ცივილიზებული მსოფლიო მათ უდგას ხარში კი ბატონო აუცილებლად თითო წუთი ბატონ პავლეს და ბატონ გიას და უნდა დავასრულოთ გადაცემა ძალიან მოკლედ მინდა რომ ამას უპასუხო ბატონ ზვიადი ახლა მშვიდად საუბრობდა რომ აი უკრაინა არ აყვა რაღაცას და ასე შემდეგ და არ უსვრია და ასე შემდეგ ბატონ ზვიადი მაინც იქეთ მიდის რომ საქართველოს თითქოს რაღაცას აყვა და ასე როდესაც 6 აგვისტოს 2008 წელს ჯერ კიდევ იყო მცდელობა ჩვენი მხრიდან სახელმწიფო მინისტრის დონეზე როგორღაც საუბარი ყოფილიყო მაგრამ ამას მოყვა ქართული სოფლების ავნევის და ნულის დაბომბვა აი ამის შემდეგ იყო უკვე ის რეაქცია დაბომბვა სოფლებში თუნდაც მაშინ ვნახოთ ეს არის ზუსტად ახლა ბატონო ზიადო წარმოადგენს იქნებოდა იქაც აქაც და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც კი რუსული შეიარაღებული ჯარები გამოიყენებენ ძალას ჯერჯერობით ისინი ცდილობენ იქ არსებული კონტინგენტით შეიარაღებული და პირისპირ ყოველ შემთხვევაში სოფლების დაბომბვამდე არ მისულა საქმე ეს განსხვავება არ უნდა დავივიწყოთ ეხლა დაბრალება რომ ქართული ხელისუფლება მაშინ თურმე თუნდაც მოიქცა როცა ქართული სოფლები იბომბებოდა ერთ რამეს გაბრალებს პასუხისმგებლიანი ძალა რომელმაც საქართველო დაგვიტოვა ისე რომ ცხინვალი და სოხუმი რუსეთს აქვს აღიარებული. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა. თავარი რჩევლები თქვენ ამ საკითხებში ჩვენი რატომღაც თქვენი თავი გონიათ და არ არის სწორი. აღღებულობთ ასეთი ტიპის რჩევებს, იმიტომ რომ თქვენ ხელისუფლება ბერკეტები ხელში ხონდა და თქვენი არჩევანი რა არის? თქვენი არჩევანი იყო როცა ქართული სოფლები დაიბომბებოდა არაფერი არ უნდა გაეკეთებინა შეხედულების მიხედვით იმოქმედეთ მოდი ახლა მოდი ახლა ესეთი საუბარი კი არა, როცა იბომბებოდა პალიკო. ოდიში მომითხოვია და მეც ჩართული ვიყავი მაშინ იმ საქმეებში და ყველანი ჩართულები ვიყავი და თელმა ოპოზიცია რა ჩართულები ვიყავი და არ იბომბებოდა ქართული სოფლები? იბომბებოდა როგორ არა პასუხი უნდა გაეცა მაგრამ ათაშერი ერთხელ არ დაბომბილა ქართული სოფლები და პროვოკაცია რუსეთიდან მე 92 წლის მერე მუდმივად და თავიდან ასაცილებელი იყო და ცხინვალში მაშინ არა მოიცა ჩვენ გვყავს ამ საკითხებში რასაც ქვია ჩვენ ქვეყანაში რასაც ქვია თანმიმდევრობა მიზანმიმართულობა, სიმშვიდე, ჭკუა, ეს არის თემა, რომელიც საჭირო არის, როცა რუსულ ქართულ ძალიან დიდი მადლობა. უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ არანაკლებ საინტერესო თემა გველის წინ, დიდი ფეხბურთი გველის წინ. გასაგებია. ბატონ ზვიადმა გამოიყენა თქვენი ერთი წუთი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. ჩვენ პირდაპირ ჩართვით და მაყურებელი ერის ბატონ ვაკაკი. პატივიცეთ მაყურებლის ინტერესს, რომელსაც აინტერესებს რა ხდება დღეს ქართულ ფეხბურთში ამის გარკვევა. მივცეთ არაუშავს. იმედია გაგიგებთ ბატონებია. ერთი წუთი. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. გასაგებია ბატონებო. ფეხბურთის დრო გვაქვს. გასაგებია ფეხბურთის დრო გვაქვს. ფეხბურთის დრო გვაქვს გადაცემაში რეკლამის შემდეგ. რეკლამის შემდეგ ჩვენ გვაქვს პირდაპირ ჩართვა. თემურ ქეცბაია ჩაგვერთვება, რევას ზოძუაშვილი, რომან ფიფია და ასევე გადაცემაში გვეყოლებიან სტუმრები. განვიხილოთ რა ხდება დღეს ქართულ ფეხბურთში. დაგველოდეთ.